მოგესალმებით, მე გახლავართ ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი თემურ ჩილაჩავა. მეცნიერთა კონგრესის დროში ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ გადაცემას, რომელიც ეხება საუბარს, თავისუფალ საუბარს, პოლიტიკაზე, მეცნიერებაზე, განათლებაზე, ზოგადად ასევე იმ მოვლენებზე, რომელიც მიმდინარეობს დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე და რა თქმა უნდა მიმდინარეობს მთლიანად საქართველოში. მოგესალმება დღეს 59 დღეა, ასე მახსოვს მე, რომ ქართული საზოგადოების ჩემის აზრით დიდი ნაწილი აპროტესტებს საქართველოს გეოპოლიტიკური კურსის შეცვლის ცდილობას. შესაბამისად ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ახალგაზრდობა, ასევე სხვა ფენის წარმოადგენლები, ესე იგი სურთ მათ, რომ საქართველო დაუბრუნდეს თავის ოჯახს, ანუ ევროპას, სადაც ის იყო ყოველთვის დაწყებული იმ პერიოდიდან, როცა პროტოქართველები იყვნენ მოფენილი მთელს ევროპაზე და ჩვენი ესე იგი აიეტის და იყო ფაქტურად მეფე კრეტას. შესაბამისად, ამავე დროს მე მინდა გულისხმობილით როგორც საზოგადოების ერთი წარმოადგენელი რიგითი აღვნიშნო, რომ აი ამ ესე იგი საქართველოსთვის გეოპოლიტიკური ძვრების ცდილობის ყოველ შემთხვევაში მომენტში ნაკლებად ისმის სამწუხაროდ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს ხმა, ასევე აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ხმა, ასევე სამწუხაროდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თუმცა ზოგიერთი წარმოადგენლები დღესაც აქ მზადდება, ერთ-ერთი დეპუტატი, რომელიც წარდგენას ჩვენ გავაკეთებთ, ასევე სხვები, მათი პოზიცია გამოკვეთილი არის საქართველოს უკეთესი მომავლისათვის, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი აზრით ევროპასთან. შესაბამისად, ასევე რიგითი პროფესორები სოხუმის უნივერსიტეტისა მათაც ეს პოზიცია აქვს, მაგრამ ეს არ არის, ვთქვათ, მთლიანად ხარდაჭერილი, როგორც აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, ასევე აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს და ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის. თუმცა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები, როგორც აფხაზთა კრება, ახალგაზრდული ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, მკვეთრად დგანან საქართველოს, ესე იგი, მათი აზრით და ჩვენი აზრითაც სწორ გზაზე, რომელიც დაკავშირებული არის ევროკავშირში და ევროპასთან ერთად ოჯახში დაბრუნებას. ამავე დროს თქვენ მოგესალმებათ, რომ აფხაზეთის უშუალო ტერიტორიაზე, რომელიც ცხადი არის საქართველო, ესე იგი დანიშნული არის რიგითი 15 ფებრუარს უკვე რიგითი მერამდენე ეგრეთ წოდებული არჩევნები პრეზიდენტისა, სადაც მონაწილეობს 6 პიროვნება: ბადრა გუმბა, ადგურ არძიმბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა, ლევან მიქაა, კან კვარჩია. ბუნებრივია ეს 6 კანდიდატი ორიენტირებული არის ცალსახელთა ჩრდილოეთზე, რუსეთზე. შესაბამისად, აქ მხოლოდ ის იქნება მოსალოდნელი, რომელი ჯგუფი მიიღებს მოცემული 4 წლით, ესე იგი აფხაზეთში დარჩენილი დოვლათის ბოლომდე განადგურებას. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არაფერი ვთქვათ ისეთი სასიკეთო საქართველოსთვის არ ხდება. ამ თვალსაზრისით ჩვენ ასევე სხვა საკითხებზე სტუმრად მოვიწვიეთ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს დეპუტატი, თავის დროზე ბატონ თემურ ჟავია იყო აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე 2004-2009 წლებში, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი აფხაზეთში და მას ვთხოვდით რამოდენიმე ესე იგი აი ამ თემაზე მოსაზრებას. სიამოვნებით, მადლობთ მოწვევისათვის, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს და უსურვებ იმ ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას, რომელზედაც თითოეული ჩვენთაგანი ოცნებობს და აი ამ მიზნის მიღწევა ალბათ ჩვენი გამთლიანების გარეშე
იმ ეროვნული კონსოლიდაციის გარეშე აბსოლუტურად წარმოუდგენელია, ალბათ ჩვენ ამ თემებზეც ვიმუშავებთ. დღეს შეუძლებელია თუნდაც ორი წინადადებით მაინც, ესე იგი ჩვენი დამოკიდებულება იმ პროცესების მიმართ არ დავაფიქსიროთ, რასაც ადგილი აქვს დღეს. კარგი გაგებით ალბათ ქუჩაში, ეს არის ძირითადში ახალგაზრდა ადამიანების აქცია. ჩვენთვის ცნობილია მათი მოთხოვნები და სამწუხაროა აბსოლუტურად გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროა, რომ მათთან დიალოგი, ესე იგი ჯერჯერობით არ არის გამართული, რატომღაც ეს ინტერესი ვერ ფიქსირდება საქართველოს ხელისუფლების, ფაქტიური ხელისუფლების მხრიდან, რაც კიდევ უფრო მეტად აღრმავებს. დაპირისპირებულობის ფონს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. თავისთავად ზოგიერთმა ჩვენმა წარმომადგენელმა ამ პროცესის მიმართ უკვე საკუთარი დამოკიდებულება გააჟღერა და კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო ყველას იმისათვის, რაც კომპრომისის რაღაც გზა გამოძებნოს, ეს უპირველეს ყოვლისა ეს ხელისუფლების მხრიდან უნდა განხორციელდეს და საკუთარი სიმართლე თუ კი ასეთი არსებობს, ესე იგი დაუმტკიცოს იმ საზოგადოებას, რომელიც საზოგადოებაც პროტესტის ნიშნად არის გამოსული დღეს ქუჩაში და ფიქრობ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ალბათ არ შეიქმნება ის გარემო, რომელზედაც ჩვენ ახლა ამჟამად ვისაუბრებთ. გარდა ამისა, ჩვენ მაინც აფხაზეთს წარმოვადგენთ, ჩვენთვის მტკინეული საკითხი აფხაზეთია. არც გააქტიურებულია საკითხი, არც ბოლო პერიოდამდე არ ყოფილა სამწუხაროდ, თუ 30 წლის მანძილზე ყველა ქართული ხელისუფლება აქტიურ მონაწილეობას იღებს იმ კონფლიქტის ეგრეთ წოდებულ გაყინვაში, რომელიც ჩვენ არავითარ შემთხვევაში ხელს არ გვაძლევს. ეს თემა ყოველთვის დღის წესრიგში უნდა არსებობდეს. მე ერთი რამ მინდა საზოგადოებას მოვახსენო, რომ 1997 წლიდან დააკვირდით გასული საუკუნის ბოლო პერიოდიდან საქართველოს არც ერთ რამოდენიმე მოწვევის პარლამენტი იქნა არჩეული ბოლო პერიოდამდე. არც ერთმა მოწვეულმა პარლამენტმა, ესე იგი დღის წესრიგში 1997 წლის აპრილის შემდგომი პერიოდი მაქვს ხედველობაში. არ დაუყენებია, ესე იგი, პლენარული დღის წესრიგში აფხაზეთის, სამაჩაბლოს თავისთავად ცხადია, ან მასთან უშუალოდ თუ ირიბად დაკავშირებული საკითხები დღის წესრიგში არ დაფიქსირებულა. შექმნილია რაღაც გარკვეული კომისია, რომელ კომისიასაც ერთ პერიოდში, ესე იგი, ინტენსიურად ხელმძღვანელობდა ჩემი კოლეგა ბატონი ვახტანგ ყოლბაია, ხოლო შემდგომში ეს კომისია რაც ფორმალურად არსებობს, რაღაც გარკვეულ რეკომენდაციებს თითქოს შეიმუშავებს, მაგრამ სამწუხაროდ, ესე იგი, აი ამ დონეზე რჩება აფხაზეთთან დაკავშირებული ყველა საკითხის განხილვა სხვადასხვა დონეებზე და უპირველეს ყოვლისა აქედან გამომდინარე მე შემიძლია დავაყენო დასკვნა თუ რამდენად აქტუალურია იგი ქართული ხელისუფლებებისათვის მე განსაკუთრებით უსვამ ხაზს. ყველა ხელისუფლება ცდილობდა რაღაცნაირად, ესე იგი, გვერდი აევლო ამ პრობლემისათვის. არადა ეს პრობლემა ასე ვთქვათ, ძირი და ფუძეა იმ პრობლემის დარეგულირებისა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარება ჰქვია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე ქართული სახელმწიფოებრიობა ვერ განვითარდება. ესე იგი, რატომღაც ყველა და დიდი ნაწილი საზოგადოებისა ფიქრობს, რომ შესაძლებელია ტერიტორიული განთლიანების გარეშე საქართველოს მიაღწიოს რაღაც გარკვეულ წარმატებებს. მე ვფიქრობ, რომ ეს გამორიცხულია. გარდა ამისა, შეიქმნა კიდე საზოგადოებაში ესეთი ილუზორული წარმოდგენები, თითქოს ყველა ის პროცესი, რომელიც პოლიტიკური პროცესი, ის საზოგადოებრივი აქტივობის პროცესები, რომელსაც ადგილი აქვს აფხაზეთში, დღევანდელ აფხაზეთში, ის გამოიწვევს გარკვეულ შემოbrunებას, დაპირისპირებას რუსული დიქტატის მიმართ და შემოbrunებას საქართველოს მიმართულებით, მაგრამ მინდა დავარწმუნო საზოგადოება, შესაძლებელია მე ვცდები, მაგრამ
ალბათ ჩვენ იმდენი წლის მანძილზე ვიხედებით აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებში შესაძლებელია ალბათ რაღაც ექსპერტის დონეზე რაღაც გარკვეული წარმოდგენები გქონდეს. ჩვენ ვიცით, რომ აფხაზური საზოგადოების უდიდესი ნაწილი ძალიან მცირედი გამონაკლისის გარდა არ განიხილავს, ესე იგი, მათ შემოbrunებას ქართულ სახელმწიფოებრივ და ერთიან, ასე ვთქვათ, ქართულ სივრცეში. ამიტომ ეს ილუზიები პრაქტიკულად და ილუზიების ტყვეობაში ყოფნა, ესე იგი, ჩვენ არაფერში გვჭირდება ისევე როგორც ის ეგრეთ წოდებული არჩევნები, რომელი არჩევნებიც უნდა ჩატარდეს de facto აფხაზეთში, ის არაფრის მომცემი ჩვენთვის არ იქნება, ვინაიდან ის ვინც იქნება, ასე ვთქვათ, არჩეული, ის იქნება, რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია, რუსეთის სატელიტი, ის იქნება რუსეთის წარმომადგენელი და რუსეთის დამოკიდებულება აფხაზეთის მიმართ ეს ის თემა, რომელიც საკმაოდ ღრმა, ასე ვთქვათ, მოცულობითია და ჩვენი ფორმატი ამას სხვა დროს ალბათ გაითვალისწინებს, მაგრამ ახლა ამჟამად მე მგონი ჩვენ რაღაც მიმოხილვითი საუბარი გვაქვს და სხვა საკითხებსაც უნდა დავუთმოთ ყურადღება ბატონო თემურ. მადლობა ბატონო თემურ, მე მართლაც მინდა აღნიშნო, რომ თქვენ სწორად ძანეთ, რომ ვერასოდეს საქართველოს ვერ გაიმართება აფხაზეთის გარეშე, სამაჩაბლოს გარეშე, მე ღრმავთ წამსეს, მე ასევე გახლავართ მეცნიერი, რომელიც მუშაობს მათემატიკურ მოდელირებაში, მათ შორის სოციალურ სფეროში, პოლიტოლოგიაში, პუბლიკაციის იმპაქტორია ჟურნალებში და ამიტომ ბუნებრივია საქართველოს თუ გვინდა როდესღაც შედგეს როგორც ქვეყანა, აუცილებელი ეს აფხაზეთის და სამაჩაბლოს მშვიდობიანად, ესე იგი, დაბრუნება იურიდიული თვალსაზრისით კი ვართ, მაგრამ დაბრუნება თავის ოჯახში, თავის ესე იგი საქართველოში. ამავე დროს ბატონო თემურ, მე მიკვირს როგორც სოხუმელ კაცს, რომელმაც თქვენთან ერთად ბევრ იმ პიროვნებასთან, რომელიც მათ შორის აფხაზეთის უბაღლოს საბჭოს წევრები არიან, ერთად ვიბრძოდით რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ 92-13 წლებში და ნაწილი ეროვნულ მოძრაობაში იყვნენ და როცა 14 დეკემბერს მგონი გასული წლის ტარდებოდა ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ეგრეთ წოდებული არჩევნები, ესე იგი საკმაოდ დილიდან მოსული იყო გარკვეული დეპუტატები, რომ დროზე მიეცათ ხმა, რომ გარკვეულწილად იმ მეთვალყურის თვალში, რომელიც აბრიგადირებს აფხაზეთის უბაღლოს საბჭოს სპიკერატიდან საქართველოს ეგრეთ წოდებული პარლამენტისა შესაბამისად რაღაცა ქულები მიიღო. მათ შორის ვიმეორებ ეროვნული მოძრაობები. ჩემთვის ეს საკმაოდ ესე იგი გასაკვირი იყო, მიუხედავად იმისა, რომ 4-5 პიროვნებამ თქვენი სახით ბატონო თემური, ჩემი მეგობრის, ასევე როგორც თქვენ მზადებით ჩემი მეგობარი, ასევე გია გვაზავას, ასევე ეთერ ასტემიროვა, რომელთან ერთად ჩვენ პოლიტიკაში ვიყავით, ზურაბ ჟვანიას გუნდში. შესაბამისად, ასევე ბატონი ზურაბ ჯგუბურია, თქვენი ლამაზი სიტყვა თქვით, ასევე თავადი ალბათონი ადამ არშანი არდაგანი. ბევრ თქვათ მამაკაც უჩვენა ვაჟკაცობის მაგალითი. ამიტომ ეს ჩემთვის საწყები. მე ახლა მინდა გითხრათ, რომ აფხაზეთი არა მარტო ბუნებით და ადგილით საქართველოს ახლა ყველას პატივცემ, ყველა კუთხეს მიყვარს, მაგრამ საუკეთესო კუთხეა აფხაზეთი საქართველოში. მით უმეტეს ამ ლამაზ კუთხეში დაბადებულია ჩემის აზრით ყოველ შემთხვევაში ყველაზე გენიალური ქართველი მეცნიერი ილია ვეკუა შეშელეთიდან და გალის რაიონიდან. ამიტომ ჩემთვის ორმაგად იყო საწყენი, რომ გალის რაიონის დეპუტაცია პირველი მივიდა ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში და საკმაოდ დიდი, ესე იგი, კარგ ხასიათზე ხმა მისცეს ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც მე ახლა მეცნიერთა კონგრესის მეცნიერების კუთხით საუბრობ, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ განვითარებულ, განათლებულ საქართველოს და ამის საფუძველი გვაქვს, რადგანაც 3 საერთაშორისო დონის სკოლები იყო ეს სკოლა, ეს მათემატიკის მუსხელიშვილი ვეკუა, ეს ფიზიოლოგიის ბერიტაშვილი, ეს უზნაძეს
ფსიქოლოგიის სკოლა და ამ თვალსაზრისით ჩვენ კი ბატონო სპორტსმენი ძალიან კარგია, მაგრამ ახლა ეს ყოველად მიუღებელია ჩემის აზრით ასე. ამავე დროს ბატონო თემურ, აი მე როგორც აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი მოგესალმება ჩვენს აკადემიაში არის ნამდვილი წევრი 36, აქედან 5 პარალელურად არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი. მაგალითად ვლადიმერ პაპავა, ავტანდილ სილაგაძე, ურამ გოგიაშვილი და ასე შემდეგ. ამის გარდა 12 წევრ-კორესპონდენტი არის 17 სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და ჩვენ ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ახალგაზრდა რამოდენიმე ათეულობით ორგანიზაციასთან ერთად რამოდენიმე ესე იგი ერთი წლის წინ დაახლოებით თუ მეტი დავაყენეთ კანდიდატურა, როცა ცნობილმა უпроსორეთ, ეგრეთ წოდებული ისიც სამწუხაროდ იყო ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსი, ბატონი აბაშიძე, რუსლანი განაცხადა გადადგომაზე, მაშინ ჩვენ როგორც, იმიტომ რომ პირადად ჩემთვის თავარია მეცნიერება, განათლება და აფხაზეთი. აი მე მხოლოდ ამით სუნთქავ, ამით ცხოვრობ, რომ მინდა დაბრუნება, სხვა მე ინტერესი არ მაქვს, არც პოლიტიკური, არც სხვა, მე უკვე ვთქვათ, კარგად 60 წელს გადამცილებული კაცი ვარ, მაგრამ მე მაქვს დიდი ინტერესი აფხაზეთში დაბრუნებისა და დიდი ინტერესი რა ხდება, როგორ ხდება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში, მინისტრთა საბჭოში და ასევე სხვათა შორის ოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მე მუშაობ. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის გაურკვეველი იყო, როცა ჩვენ გადავხედეთ და ვთქვათ, დავაყენეთ კანდიდატურა დიდებული გაგრელი პიროვნებისა, მერაბ პატარაიასი. გაგრის წარმოადგენელი იყო, ახლა თუ ითქმის აფხაზეთიდან რუსების მიერ ჩვენი გამოდევნის შემდეგ 93 წლიდან თუ რენესანსზე ითქმის, რა თქმა უნდა, როგორც შეიძლება თქვა, მაგრამ ეს იყო ის პერიოდი, როცა გაგრელი პიროვნება თამაზ ნადარიშვილი და სოხუმელი პიროვნება ოთარ ჟორდანია, შესაბამისად ბატონი თამაზი იყო უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე და ბატონი ოთარ ჟორდანია იყო სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი, იყო რენესანსი, როცა აფხაზეთელების ხმა ისმოდა ყველა ასპექტს. და ჩვენ შევარჩიეთ, ვთქვათ, თხოვეთ, მივმართეთ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს დეპუტატებს, რომ განეხილა დიდებული გაგრელი პიროვნების, გაგრის საზოგადოების თავმჯდომარის, დიპლომატის, საზოგადო მოღვაწეს და ბოლოს კაცი, რომელიც სუნთქავს გაგრით, სუნთქავს აფხაზეთის, სუნთქავს საქართველოს. და როგორ მოხდა ბატონო თემურ ეს კანდიდატურა მერე არ დადგა. ვთქვათ, ბატონი ჯემალ გამახარია, რომელიც ვთქვათ, დღეს არის, ვთქვათ ასე, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე, ინტერვიუში საუბრობს, რომ იდგაო რამოდენიმე კანდიდატურაო ოფიციალურად. და მერე აღმოჩნდა, რომ ბატონი ლევან გალობლიშვილი, რომელიც ცნობილია, რომ დიდებული ბაბუა ყავდა, ექიმიკაცი, ბიძინა გალობლიშვილი და ასევე ყოფილ პარლამენტში აქტიურობდა ძირითადად მუშტიკრივის კუთხით ოპოზიციის მიმართ, მარტო მისი კანდიდატურა იდგა და თქვენ მოგმართეთ თქვენ და მე რამდენად მახსოვს მარტო თქვენი და ბატონი გია გვაზავას გამოხმაურება იყო. ჩვენ ვასაბუთებდით ეგ, კარგი იქნებოდა ამ დიდებული საქართველოს მზრუნავი აფხაზეთის შინაგანად რომ ესმის ისეთი პიროვნების მერაბ პატარაიას კანდიდატურის დაყენება. რატომ მოხდა, რომ მისი კანდიდატურა არ იყო დაყენებული ბატონი თემურ? ეტყობა, რომ ეს საკითხი აქტუალობა ამ საკითხს არ დაუკარგავს და დღეს საზოგადოების გარკვეული ნაწილი ალბათ ცდილობს რამენაირად უფრო მეტი გაიგოს ამ საკითხთან მიმართებით. მე გეტყვით, თქვენ დაგიზუსტებთ ალბათ, ესე იგი ეს წელიწადზე მეტი ბუნებრივია დაახლოებით 2 წლის წინ მოხდა. ეს იყო იმ პუბლიკაციების შემდგომ, რომელ პუბლიკაციებშია საგაზეთო პუბლიკაციები მომსხვედველობაში, სადაც ძალიან კრიტიკულად იყო გაშუქებული იმჟამინდელი აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის ბატონ რუსლან აბაშიძის საქმიანობა
და პრაქტიკულად ტრიგერი გახდა იგი იმ საზოგადოებრივი აქტივობისათვის და ზუსტად მაშინ იყო განხილვაში შემოვიდა ალტერნატიული კანდიდატურა, ვინაიდან საზოგადოება უკმაყოფილებას გამოთქვამდა, ხოლო საზოგადოებას გააჩნია ეს უფლება, რომ მოახდინოს საკუთარი აქტივობის რეალიზაცია, გააცნოს გარკვეულ წრეებს, ესე იგი, თავიანთი მისწრაფებები და ბუნებრივია ჩვენ ამას გამოვეხმაურეთ. მით უმეტეს, როდესაც თქვენ წარმოადგენთ ბატონი მერაბ პატარაია, ჩემდა სასიხარულოდ ეს ის პიროვნება, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ ბავშვობის ასაკიდან, ხო, რამდენად უხერხული ამას საუბარი არ ვიცი, მაგრამ ეს სწორედ რომ ესე იგი ბავშვობის ასაკიდან ვიცნობ მის მიერ განვლილ გზას, ვიცნობ მის ოჯახს, ვიცნობ მის წრეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და არ დაგიმალავთ მე სიამოვნოა, როდესაც საზოგადოებამ სწორედ ამ პიროვნებას მიადგა უბრალოდ და ჩვენ გქონდა საუბარი, სერიოზული საუბრები ამასთან დაკავშირებით. შემდგომში ჩვენ გავაგრძელეთ, ესე იგი ის რაც ჩვენგან მომდინარეობდა, თქვენი ხმა უნდა მიგვეტანა შესაბამის სტრუქტურებამდე და დავიწყეთ საქმიანობა მე და ბატონმა გიამ, მაშინ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი გახდათ საქართველოს პრემიერი, ჩვენ შევქმნით ესე იგი შესაბამისი წერილი, ეს წერილები დაცულია, ნაწილი ამ წერილების აგერ აგვაქვს და თქვენ იცნობთ ამ წერილებს. სადაც ვასაბუთებდით თუ რატომ უჭერდა მხარს საზოგადოება ბატონ მერაბის და რატომ უჭერდით ჩვენ რაღაც გარკვეული ნაწილი უმაღლეს საბჭოს დეპუტატებისა და გქონდა ეს კომუნიკაცია და ვითხოვდით რომ გათვალისწინებული ყოფილიყო ბატონ მერაბის ესე იგი ასე ვთქვათ რესურსი და სხვა პიროვნებებთან ერთად თუ კი ასეთები იქნებოდნენ, მათ შორის ესე იგი აქტიური განხილვის ასე ვთქვათ არეალში შემოსულიყო ბატონ მერაბ პატარაიას ასე ვთქვათ კანდიდატურაც. ასე რომ ეს აქტიურობა ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვინემ შემოვიდოდა ბატონ ლევან გალობლიშვილის კანდიდატურა. ახლა მე არ მინდა ესე იგი რაღაცნაირად დავაპირისპირო ბატონ ლევანის ოჯახს ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობ. ხო, არის ბრწყინვალე ბაბუის, ბრწყინვალე მამის შვილი, თავისთავად ცხადია, სამწუხაროდ მე მის სხვა საქმიანობაში ჩახედული არა ვარ, სამწუხაროდ, ხო, ახალი თავმჯდომარეა და მე ჯერჯერობით ალბათ საზოგადოება შეაფასებს, ესე იგი ნებისმიერი ჩვენთაგანი საქმიანობას აფასებს და ბუნებრივია უპირველეს ყოვლისა ალბათ სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელის თავისთავად. მაგრამ საქმე სწორედ იმაშია, რომ ეს დაწყებული 2 წლის წინ დაწყებული საქმე, რომელსაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაღაც გარკვეული რაღაც აქტუალურ ველში მოვაქციეთ, სამწუხაროდ იმ დღეს, როდესაც არჩევნები ჩატარდა, ეს იყო 2024 წლის 4 სექტემბერი, რატომღაც იმ დღეს დაიწერა განცხადება, ესე იგი, წასვლის თაობაზე ბატონ რუსლან აბაშიძის მხრიდან დილას, რატომღაც იმ დღეს შემოვიდა, ესე იგი, ბატონ ლევანის კანდიდატურა განსახილველად და ესე იგი, საკანონმდებლო ვალდებულება ჩვენი ითვალისწინებს, რომ უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმმა განიხილოს ესე იგი კანდიდატურა და აი ამ პოზიციის შეჯერებით საქართველოს მთავრობასთან ესე იგი დაამტკიცოს ესათვის კანდიდატურა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ მერაბის შესახებ მე მქონდა ჩემს კოლეგებთან საუბარი, იცოდნენ მათ ჩვენი პოზიცია, ჩვენი აი ამ ჯგუფის პოზიცია თუ რამდენად და რატომ უჭერდით მხარს ბატონ მერაბის, მაგრამ უცდიდით უბრალოდ სამართლებრივ გარემოს, რომელიც სამართლებრივ გარემოშიაც უნდა განხორციელებულიყო ბატონ მერაბის წარდგენა შესაბამისი წესით. როგორც კი მანამ სანამ არ დაიწერება განცხადება წასვლის თაობაზე, ასე ვთქვათ, მოქმედი მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან, სხვაგვარად ალბათ ამის გაკეთება ჩვენის მხრიდან შეუძლებელი იყო და მყისიერად, როგორც კი ჩვენ გავიგეთ, ესე იგი, აი ამ განცხადების შესახებ,
წერილი, აგერ არის ამ წერილის ასლი, ესე იგი ჩვენი ხელმოწერით, მე და ბატონ გიას ხელმოწერით შევიდა აფხაზეთის უმაღლესობის პრეზიდიუმში, სადაც მოვითხოვეთ ჩვენ, ესე იგი ერთ-ერთ კანდიდატურად ბატონ მერაბის კანდიდატურის განხილვა. მაგრამ არ ვიცი რა ფორმით მე მაშინ ყოველივე ის რაც მოხდა ჩვენთან უმაღლეს საბჭოში, ამაზე მე განცხადებაც გავაკეთე, საზოგადოებას შევახსენებ უბრალოდ რამოდენიმე მომენტს, თუ რატომ იყო ჩემთვის მიუღებელი და მე არ მივიღე მონაწილეობა ამ არჩევნებში, რამდენადაც თავისთავად ცხადია, არ შემეძლო შევრიგებოდი იმ იგნორირებას, რომელი იგნორირებაც რაღაცნაირად მოახერხეთ ჩვენ უმაღლესი საბჭო თლიანობაში, რა თქმა უნდა, მეც მხედველობაში ყავს საკუთარი თავი, თუმცა მე ჩემი ინტერესები გამაჩნდა იმ შემთხვევაში, ინტერესები, რომელიც ითვალისწინებდა საზოგადოების ინტერესებს და ამიტომ ისი იგნორირება აბსოლუტურად მიუღებელი იყო ჩემთვის. ჩვენ ოდნავ მაინც პატივი უნდა გვეცა საზოგადოების ნებისათვის, ხო, ახლა ეს არ არის თქვენი საზოგადოება არ იყო ის უბრალო ელექტორატი, როგორც ვამბობთ, არა, ეს არის აკადემიური, ასე ვთქვათ, ესე იგი ნაწილი იყო ჩვენი საზოგადოების და ასე ვთქვათ, რომელთაც რაც მეცნიერულ დონეზე გააჩნია წარმოდგენები ქვეყანაში მიმდინარე პრობლემებთან დაკავშირებით, ამიტომ აი ამ ნების უგულებელყოფა, ისევე როგორც ნებისმიერი საზოგადოების ნებისმიერი წევრის ნების უგულებელყოფა, ეს ისევ და ისევ აბსოლუტურად მიუღებელია, თავისთავად ცხადია. მაგრამ მოხდა ისეთნაირად, რომ არც მანამდელი განხილვა. ესე იგი, ესეთი სახის განხილვები, მე ამას უდიდესი პასუხისმგებლობით მოგახსენებთ, რომ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ასეთი სახის განხილვას ადგილი არ ქონია. და თუ კი განიხილებოდა საკითხი, როგორც ბატონმა ჯემალ გამახარიამ, ჩვენი უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, ესე იგი, ორ ტელევიზიაში ამაზე გაკეთდა განცხადება, რომ ესე იგი ინტენსიურად მიმდინარეობდა მსჯელობა სხვადასხვა კანდიდატებთან დაკავშირებით, რასაც ვემიჯნები ასეთი სახის განცხადებას, ვინაიდან ასეთი განხილვა არ ყოფილა და თუ კი ჩემს გარეშე მოხდა რაღაც გარკვეული განხილვა, კი, ბატონ ლევანის გარდა ალბათ განიხილებოდა ბატონ მერაბ პატარაიას, ოღონდ არა იმ მიმართულებით, რომ წარმოგვედგინა იგი როგორც ერთ-ერთი კანდიდატი, არამედ როგორ მოხდარიყო, ასე ვთქვათ, მისი ნიველი დაბლოკვა, ესე იგი, გარკვეული ფორმით, ეს იქნებოდა რბილი თუ უხეში ფორმით. აი ეს არის ის ისტორია, ხო, რომელიც ალბათ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს. ახლა რაც შეეხება ბატონ მერაბის ბატონი მერაბი, ეს არ იყო დაუშვათ რაღაც მერკანტილური რაღაც რახვებიდან წამოსული კანდიდატურა. ჩვენ ბატონ მერაბის საქმიანობას, ესე იგი, თვალყურს ვადევნებდით აწლეულების მანძილზე და ვიცნობდით მის რესურსს, ეს არის კარიერული დიპლომატია. კაცი, რომელიც მუშაობდა როგორც უმაღლეს საბჭოს სისტემაში, ასევე მთავრობის სისტემაში, მან იცის ეს ყველაფერი. მუშაობა გავლილი ჰქონდა ყველა ეს ეტაპი. პიროვნება, რომელმაც ესე იგი ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია, აი ამ დევნილობის პირველ პერიოდში, როდესაც დევნილ საზოგადოებას ესე იგი ძალიან სერიოზული მხარდაჭერა სჭირდებოდა და ჩვენ ეს საზოგადოებამ ეს ყველაფერი იცის. ამიტომ ბუნებრივია, თუნდაც ამისათვის უნდა მოგვეცალა ჩვენ და ალბათ თუნდაც პატივი უნდა გვეცა იმ პიროვნებისათვის, რომელსაც ახლა მეტნაკლებობაში არის ალბათ ნებისმიერი დამსახურება, მაგრამ როდესაც საუბარი მიდის ბატონ მერაბიზე, შეიძლება ნებისმიერმა ჩვენთაგანმა ვისაუბროთ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ესე იგი ჭეშმარიტად ტკივა, დევნილი ჭეშმარიტად ტკივა, საქართველო ტკივა, აფხაზეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ პრაქტიკულად, ესე იგი მივედი ჩვენი 4 სექტემბრამდე რა თვალსაზრისით, რომ ესე იგი ორივე საქართველოს ორივე პრემიერმა ჩვენგან ასე ვთქვათ წერილობითი სახით მიღებული ინფორმაციით ესე იგი იცოდნენ რომ ესე განიხილებოდა ჩვენში ჩვენ საზოგადოებაში განიხილებოდა ბატონ მერაბის კანდიდატურა იცოდა ამის შესახებ თავისთავად ცხადია აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ვინაიდან მე კულუარულად არასოდეს არ მიმოქმედია ვინაიდან მე ჩემი ასე ვთქვათ ესე იგი ჩემი განწყობები მე გაუზიარე ჩემს უმაღლეს საბჭოს დეპუტატებს სამწუხაროდ მოხდა ისე
როგორც მოხდა და როგორც ესე იგი საზოგადოებას მოეხსენება კარგად. ახლა რა შეფასებით ნაწილში რა შეიძლება ითქვას. აი რა თქმა უნდა არსებობს კულუარული ინფორმაცია იმის თაობაზე რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სპიკერატმა მიიღო ესე იგი ზემოდან ესეთი განკარგულება რომ არავითარ შემთხვევაში არ ყოფილიყო დაშვებული მეორე კანდიდატურა. რაც ჩემთვის არის ესე იგი არა მხოლოდ მიუღებელი, არამედ იცით რას მაგონებს, ეს მაგონებს რაც ბოლშევიკურ სულისკვეთებას. რატომ რისთვის სხვათა შორის ეს ბოლშევიზმი არ ყოფილა მარტო ბოლშევიკებისთვის დამახასიათებელი. ესე იგი ეს არის ზოგად საკაცობრიო, ასე ვთქვათ, მოვლენა. ხო, მოვლენა არ უნდა დაუშვა განსხვავებული აზრი, არ უნდა დაუშვა, ესე იგი ვიღაც ალტერნატიული პიროვნება. ესე იგი აუცილებლად უნდა არ ვიცი, ქედი უნდა მოუხარო ხელისუფალს და უფროს ხო, ესე იგი აუცილებლად უნდა ყავდეს ვიღაც დირექტორი, ასე ვთქვათ, რომელსაც უნდა ემორჩილებოდე, ვინაიდან დღეს ის არის დირექტორი და შენ არაფერი არ ახარ, შესაძლებელია ხვალ შენ გახდე დირექტორი და ის გახდეს არაფერი. იცით, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ასეთი სახის დამოკიდებულება საკითხისადმი, ამიტომ ბუნებრივია მეც მინდა შევუერთო ჩემი გულის წყრომა, ასე ვთქვათ, ყველაფერი იმას, რაც განხორციელდა იმ პერიოდში, თუმცა დიდი ხნის შეიძლება ითქვას დიდი ხნის უკან უკვე ეს ამას ადგილი ჰქონდა 4 სექტემბერს. ეს ერთი და მეორე, მინდა ასევე სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ყოფილიყო დაშვებული დაუშვათ და განხილვაში შემოსულიყო, სამართლებრივ განხილვაში. პროცედურულად შემოსულიყო ბატონ მერაბ პატარაიას კანდიდატურა, ახლა რავი ვიტყვით, რომ ესე იგი მაინც გინდა თუ არ გინდა, მაინც დიდი ხელისუფლების ნება აღსრულდებოდა, ხო? მაინც არჩევანია ის წინასწარ ვიღაცის მიერ იგეგმება, მაგრამ არსებითად არჩევანს აკეთებს ადამიანი და ადამიანი ალბათ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ არ ვიცი, ალბათ თქვენ საზოგადოებას უპირველეს ყოვლისა საზოგადოებას მოუბოდიშო იმის გამო, რომ ესე იგი თქვენი ხმა მე ასე ვთქვათ, ესე იგი ვერ განვავითარე იმ დონემდე, რომ ესე იგი მისთვის ანგარიში გაეწია სახელისუფლება სტრუქტურას და სამწუხაროდ მოხდა ისეთნაირად, რაც არც მე და არც საზოგადოებას არავითარ შემთხვევაში არ აწყობს. ახლა არის კიდევ მეორე გარემოება, სხვა გარემოება. რა აპირობებს ამას, რომ ესე იგი ჩვენთვის აუცილებლად ესე იგი ვიღაც უფროსი უნდა არსებობდეს და ასე შემდეგ. ეს არის ქართული ხელისუფლებების მხრიდან, ესე იგი ზეწოლის გარკვეული ფორმა, როდესაც შენ გეუბნებიან, რომ დღეს ახლა აი მხვალზე, ესე იგი შენ ესე იგი ტესტი უნდა ჩააბარო, ესე იგი ჩვენს მიმართ ერთგულების გამოხატვაში, ხო ეს უნდა დააფიქსირო, ესე იგი ეს წლების აწლეულების მანძილზე ხორციელდებოდა ყველა ხელისუფლების დონეზე, აბსოლუტურად ყველა ხელისუფლების დონეზე. და მე ვფიქრობ, რომ ის არჩევნები, რომელიც ორგანულად არის დაკავშირებული, ის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები და ის არჩევნები, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, ეს ერთი ხაზია, ერთი ხაზით მიმდინარეობს ეს და ამიტომ საზოგადოებამ ალბათ კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ ყოველივე ამას და ალბათ ისეთი სახის შეფასება უნდა მივცეთ და ისეთი პრინციპული დამოკიდებულება უნდა გაჟღებდეს საზოგადოების მხრიდან, რომ ყველა ის სისტემური ხარვეზები, რომელიც ჩვენ საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებობს, უნდა შეიცვალოს ის. უნდა გაჯანსაღდეს ურთიერთობათა, ასე ვთქვათ, სისტემაში, ესე იგი საკომუნიკაციო, ასე ვთქვათ, ესე იგი მეთოდოლოგია. სხვანაირად ალბათ აბსოლუტურად წარმოუდგენელი იქნება, აი რას უნდა მივახციოთ ჩვენ ამ შემთხვევაში. ისიც მინდა ვთქვა, რომ ესე იგი სხვას რომ არ კონდეს წარმოდგენა ბატონ მერაბის შესახებ, რომ ეს იყო მეცნიერებათა აკადემიის და მხოლოდ მეცნიერებათა და აკადემიური საზოგადოების მხრიდან წამოსული კანდიდატურა. არავითარ შემთხვევაში ჩვენ გქონდა ურთიერთობა ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, თქვენ ის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელთა
კონსოლიდირებული აზრი სწორედ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენ წერილებში და ბუნებრივია ეს აზრი რა თქმა უნდა ბატონ მერაბის სასარგებლოდ იყო ჩამოყალიბებული. Ας იყო ეს ძირითადი მომენტები, რომელზედაც ალბათ ყურადღების გამახვილება დღესაც ღირს იმისათვის, რათა შემდგომში ასეთი სახის ესე გადაცდომები თუ შეიძლება ამას პირობითად გადაცდომა უწოდოთ, ესე იგი არ დაუშვათ ჩვენ და არ დაუშვათ სახელმწიფო სტრუქტურებმა იმდენად რამდენადაც გრძნობდეთ ალბათ იმ პასუხისმგებლობას და იმ პრინციპულ დამოკიდებულებას საზოგადოების მხრიდან, ხო, რასაც ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ, როგორც მათმა წარმომადგენლებმა სახელმწიფო სტრუქტურაში კი ვართ ჩვენ დევნილი საზოგადოება, მაგრამ ამავდროულად ასე ვთქვათ, ვართ ლეგიტიმური ყველა თვალსაზრისით და ეს კიდევ სხვა თემაა და ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ შემდგომში და მინდა ესეთი რა ყველა ხელისუფლების პერიოდში ამასაც უდიდესი პასუხისმგებლობით მინდა ასე ვთქვათ განცხადება გავაკეთო ამასთან დაკავშირებით რომ ყოველთვის იდგა საკითხი ჩვენი არსებობის მიზანშეწონილობის თაობაზე რომ როგორც კი რაიმე სახის ესე იგი ინიციატივა წამოვიდოდა აფხაზეთის სახელმწიფო ორგანოებიდან ხო იქვე რაღაცნაირად შემოვიდოდა ესე იგი რაღაც საღაციდან შემოვიდოდა ინფორმაცია რომ იცით რა განიხილება ზემოთ განიხილება თქვენი ასე ვთქვათ ესე იგი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საკითხი ხო და არავინ ფიქრობდა იმაზე რომ ესე იგი რატომ იმის გამო რომ მე მაქვს განსხვავებული პოზიცია ამის გამო შენ სახელმწიფო ინტერესებს უნდა დაუპირისპირდე მე არ გამოვრიცხავ რომ დღესაც იდგეს საკითხი აფხაზეთის სახელმწიფო დევნილი სახელმწიფო სტრუქტურების ესე იგი გაუქმების თაობაზე მე მინდა საზოგადოებას ამის შესახებ მომახსენო შესაძლებელია არსებობს კულუარული ინფორმაციები ჩემთვის არ მინდა ესე იგი ამის შესახებ ისევე როგორც არსებობდა კულუარული ინფორმაცია მე კიდევ ერთხელ მინდა რომ ესე იგი მოვიდა ზემოდან რომ არ დაშვებულიყო ესე იგი მეორე კანდიდატის ესე იგი კანდიდატურის განხილვა მთავრობის თავმჯდომარის არჩევნების არჩევნებთან დაკავშირებით. Აი ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაზედაც ალბათ ხდება. თუ კი რაიმე სახის, ესე იგი, მაპატიეთ, თუ კი რაიმე სახის ასე ვთქვათ, ინფორმაცია, რომელიც საზოგადოების ინტერესებში შემოდის, ვერ ვთქვი, თქვენ შეგიძლიათ ან დაამატოთ, ან შემეკითხოთ. ამასთან დაკავშირებით. მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ თემურ, ღია საუბრისათვის, მართლაც ახლა ირკვევა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ჩატარდა ფაქტურად პოლიტიკური ოპერაცია, რომ ესე იგი დარჩენილი იყო უпроსორეთ არ განიხილება პოლიტიკური სპეცოპერაცია, რომელშიც ალბათ მონაწილეობდნენ საქართველოს მაშინ ლეგიტიმური და დღეს არალეგიტიმური პარლამენტის სპიკერატის წარმოადგენლები, ასევე სპეციალური ორგანოს წარმოადგენლები და მე როგორც ერთი პიროვნება, აი მართლაც მიკვირს ბატონ ჯემალ გამახარიას აქვს პრეტენზია მეცნიერობაზე, მეცნიერი ვარო ლაპარაკობს. მაგრამ როცა შემოდის შუადღომლობის წერილი დასაბუთებით 36 აკადემიკოსის 12 წევრ-კორესპონდენტი ეს ის მეცნიერებია რომელიც ევროპაში და მსოფლიოში ცნობილია და არა წყალწყალა მეცნიერები როგორც დღეს არიან მათ შორის ვთქვათ ზოგიერთ ვთქვათ დაწესებულებაში მათ შორის სპიკერატში და არ განიხილა აი ასეთისა უბრალოდ ჩემთვის გაუგებარია. ამიტომ ჯემალ გამახარიას მომავალში პრეტენზია არ უნდა კონდეს, რომ ის მეცნიერების მეგობარია და ასე შემდეგ, რადგანაც რამოსატანია, ვთქვათ, ბატონი ჯემალის მეცნიერობა, ესე იგი, იმ აკადემიკოსებთან და იმ წევრებთან, რომელიც აქ ჩვენს აკადემიაში არის. ამავე დროს, ბატონო თემურ, მე პრინციპში არც გამიკვირდა, რადგანაც გამომდინარე მომდენო მოვლენებიდან რომ მიდგომა დღევანდელი ხელისუფლების სამწუხარო არის რომ ყველა დაწესებულებებში დავსვათ პოლიტიკური განათლების კომისრები ან პოლიტიკური კომისრები მინი მაქსი რომლების მთავარი ფუნქცია იქნება ხმის არ ამოღება ან ამოღება მხოლოდ მაშინ როცა ჭირდებოდა მე მაგალითად უყურებდი ბოლო წლების განმავლობაში არ უყურებს რადიო იმედს, მაგრამ 14 დეკემბერს უყურე იმედს
სპეციალურად მაინტერესებდა ვინ აფხაზეთის დეპუტაციიდან და იქო 20 ქონდა ხმოსანი იყო 20 და ეთყობა ხელისუფლებას უნდა და 20-ვეს მიეცა ხმა და როგორც მე ვიცი ერთ-ერთი პიროვნება რომელიც ავად იყო ის მოიყვანეს მაგრამ ვერ შეიყვანეს დარბაზში რადგანაც კაცი ცუდად გახდა შესაბამისად ის 20 კანდიდატ 20 მისცემდა ხმას თუ როგორც მისცა 15-მა ნიშნულობა არ იყო მაინც თქვათ დანიშნავდნენ ფეხბურთელს პრეზიდენტად ამიტომ მე მინდა როგორც საზოგადოების წარმომადგენელი საქართველოს აფხაზეთის რომ ვისურვა ისეთი მომავალი არჩევნები მათ შორის აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში იქნება მინისტრთა საბჭოში სადაც იქნება კანდიდატურა რომელიც კლიანა საზოგადოებისთვის იქნება მიზანშეწონილი და მისაღები და არა სპეციალური მარტო ორგანოებიდან ან სპიკერატის წარმოადგენელთა. მithomეთ ეს გლობალურ არჩევნებს, ესე იგი ჩვენ გამოკლებული ვართ ამის შესაძლებლობა უბრალოდ არ არსებობს. ხო, ვინაიდან ლეგიტიმური გარემო მოგვისურვა სამწუხაროდ იმ რუსეთმა, ხო, რომელი რუსეთისკენ ზოგიერთი პოლიტიკოსი იხრება და იხედება და შესაძლებელია, ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეულ დირექტივებსაც იღებს, მაგრამ უნდა გაიგოს ყველამ აბსოლუტურად რომ რუსეთთან ჩვენი ასე ვთქვათ ურთიერთობა იმ სახით რა სახითაც ამას ადგილი ჰქონდა აწლეულების მანძილზე ეს უკვე ისტორიის კუთვნილებაა მოვიდა ის თაობა ხო რომელიც ამას არ გაგაკეთებინებს ეს აბსოლუტურად გამორიცხულია ცალსახად გამორიცხულია ამიტომ ესე იგი უნდა იფიქრო რაღაც განსხვავებულ რაღაცებზე ახლა რა გიღა მომეცა შესაძლებლობა რაღაც სიტყვა მეთქვა მე მინდა ესეთი რამ გითხრათ ბატონო თემურ ხლა ბატონ ჯემალის მეცნიერულ რესურსთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს უფლება რომ განსხვავებული აზრი გქონდეს ხო მე ცოტა ოდნავ განსხვავებული აზრი მაქვს ვინაიდან მისმა ნაშრომებმა და მინიატურულ ასე ვთქვათ მე ვსარგებლობდი ამ ნაშრომებით როდესაც მქონდა შეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ამ ნაშრომებმა საკმაოდ სერიოზული როლი ითამაშეს იმ ავტორია და მათი ნუ ასე თუ ისე ხო ასე თუ ისე ამიტომ ესე იგი თქვენი თქვენი შეფასებითი დამოკიდებულება გაგაჩნიათ მაგრამ არის ისეთი შეფასებითი დამოკიდებულება რომელსაც ჩვენ ესე იგი ვეთანხმებით ორივენი ერთად და ესე იგი სრული ну, არ ვიცი, ერთიანობა გვაქვს ამასთან დაკავშირებით და ეს არის ალბათ ბოლო-ბოლო ის, რაზედაც ჩვენ საუბრობთ, რომ ნურავინ მოიფიქრებს, რომ ნებისმიერი გადახრა რუსული დიქტატის მიმართულებით ეს იქნება ესე ხავერდოვნად განხორციელებული არასოდეს რა ხავერდოვანი ფორმებითაც არ მოინდომოს მავანმა და მავანმა ეს საქართველოში უკვე არ იქნება არ დაგავიწყდეთ რომ ჩვენი თაობის ხალხი რომელთაც გარკვეული სტერეოტიპული დამოკიდებულება ალბათ და წარმოდგენები გაგვაჩნია რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენ მივდივართ ვტოვებთ ამ ქვეყანას ეს ბიოლოგიური მოვლენაა თავისთავადია და თან ეს ყველაფერი წარმოდგენები თან მიგვაქვს ალბათ იმ არადილ სამყაროში და მოდიან ახალგაზრდები რომელთანაც საუბარი საქმიანი საუბარი პრინციპული საუბარი გევალება შენ ხელისუფლებას გევალება უბრალოდ გევალება ის კი არა რომ ესე იგი შენ ეს გამოიყენო იმისთვის რათა თავი შეინარჩუნო არა შენი ვალდებულება ეს და კეთილი ინებოს ყველამ და იმ ახალგაზრდებს რომლებიც დღეს არა როგორც ზოგიერთი ამბობს ესე იგი საქმე არა აქვს და ამიტომ გამოვიდა სასეირნოდ ქუჩაში არამედ ის აფიქსირებს იმ პოზიციას რომელ პოზიციასთან დაკავშირებით ისტორია ალბათ თავის შეფასებით სიტყვასაც იტყვის მე მხოლოდ დავამატებ ბატონ თემურ რომ ჩვენ აუცილებლად მოვა ის პერიოდი როცა აფხაზეთის ქართულ საზოგადოებას არა მარტო ქართულ საზოგადოებას თლიანად საქართველოს საზოგადოებას გვექნება ერთი პოზიცია მათ შორის იმ საკითხების და თუნდაც იმ პერსონალიების მიმართ რომელიც აფხაზეთში არა და ჩვენ რა თქმა უნდა დაბრუნდებით აფხაზეთში მშვიდობიანად მაგრამ
ჭირდება ისეთი დონის პოლიტიკოსები, მათ შორის ახალგაზრდები. ახლა მაგალითად ხშირად ტელევიზორში გამოდის დიდებული უნიჭიერესი ქალბატონი სოხუმელი ნანა დიხამიჯია, რომელიც ფლობს რამოდენიმე ენას, არის პროფესორი, ამ შემდეგ ევროპაზე, ამერიკაზე ორიენტირებული და ასევე სხვა. მაგრამ მერაბ პატარაიასნაირი ზუსტად არის ესე იგი პოლიტიკოსები, ასევე სხვები. ეს ის ხალხია, რომლის გარშემო შეიძლება ჩვენ მომავალში განვიხილოთ საკითხები, რა თქმა უნდა, როცა არ იქნება დიქტატი, არ იქნება სპეციალური ორგანოები და დანიშნოთ ეს, არ დანიშნოთ ეს ჩემთვისაც ის არის ახლობელი, რადგან ვიცი მე თვითონ რამოდენიმეჯერ ვიყრიდი კენცოხუმის უნივერსიტეტის რექტორად და ყოველთვის იყო სპეციალური ორგანოებიდან ჩემი კანდიდატურის მიუღებლობა. რა თქმა უნდა, რადგანაც ითქვა რომ ეს კაცი მართვადი არ იქნება სტორია. თემურ ჩილაჩავა არასოდეს არ იქნება მართვადი, ისევე როგორც ის საზოგადოება აფხაზეთის, რომელმაც იცის რომ დღეს ჩვენი იმ სახელმწიფოსთვის რომელმაც განადგურა აფხაზეთი, გამოგვაგდო ჩვენ და ბოდიშის მოხდა იმის გამო რომ ბოლომდე არ ამოხოცა აფხაზეთში, მიუღებელია. ასეთი ბოდიშისტებით ჩვენ რა თქმა უნდა შორს ვეძა. ჩვენ უნდა აუცილებლად დაბრუნდებით შვიდობიანად. მე პირადად აფხაზის შვილი ვარ და აფხაზები ის ზოგადად მიყვარს ეს ხალხი, მაგრამ ეს არის საქართველოს ტერიტორია, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვძებნოთ საერთო ენა, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთი აქტიურად არ იქნება ჩართული. სანამ რუსეთი აქტიურად ჩართული აფხაზეთში ჩვენი დაბრუნება გამორიცხულია ისა. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ას, რომ მერაბ პატარაი არის ის პოლიტიკოსი, ის პიროვნება, რომლის კანდიდატურის განხილვა აუცილებელი იყო და მე მიმაჩნია, რომ ბატონ ჯემალ გამახარიამ დაუშვა დიდი შეცდომა, რომ ეს კანდიდატურა არ განიხილა. ალბათ ისიც იყო, რომ ვიღაცა ალბათ სპეციალური ორგანოებიდან ეუბნებოდა თუ კანდიდატურა იქნებოდა განხილული, საეჭვო იქნებოდა ვინ გავიდოდა. ეს გამეგება, მაგრამ ჩვენ ვფიქრობ საქართველოს მომავალზე, საქართველოს სახელმწიფო შიგნით ცხადია აფხაზეთის იმაზე და მე დიდ მადლობას მოგახსენეთ ბატონ თემურ. თქვენს დიდ მადლობას მოგახსენეთ მოწვევისათვის. თქვენი პოზიციისათვის ეს ყოველთვის ეროვნული პოზიცია იყო. სოხუმიდან ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, როცა გვიპირისპირდა რუსეთი, ჩვენ ვიბრძოდით, მათ შორის იმ არჩევნებში, რომელიც აფიქსირებდა საქართველოს ესე იგი დამოუკიდებლობის საკითხი, არა ვთქვათ საბჭოთა კავშირში, მოგესალმებათ მაშინ რუსეთი აფხაზები ითხოვდნენ, რომ საბჭოთა კავშირში დარჩენილიყავით, ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ, ასევე გიაგვაზავს, მე უდიდეს პატივცემ ქალბატონ ადამ არშანიას ხვებს, ამიტომ ჩვენ დადგება ისეთი დრო, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსები მათ შორის აფხაზეთიდან იტყვიან სიტყვის და ჩვენი თაობა ბატონ თემურ ხოლმე მხარი დაუჭიროთ, კი ბატონო. დიდი მადლობა. მადლობა საზოგადოებას. დიდი მადლობა საზოგადოებას. ჩვენ ვიქნებით ერთად, ჩვენ ვიქნებით მშვიდობიანად დაბრუნდებით სოხუმში და სოხუმიდან ჩვენ მიმართათ თუ ვიქნებით ცოცხლები ქართულ საზოგადოებას. მადლობა, კარგად ბრძანდებოდით.